თუ კლასის მართვა გაქვს, თუ ლექსების მართვა ადვილია. თუ კლასის მართვა არა გაქვს, იქ წარმოუდგენელია რთული ქცევის მართვა. არა მე თუ შენ ფიზიკურად გეხები, გირთხავ, მე სიცოცხლე. აი ხო ხდება, აი ძალიან უნდა განვასხვაო. რაზე ლაპარაკობენ ახლა სკოლა თუ რა ხდება? სკოლაში ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ვეთანხმები არ ნახდებოდეს. მე ხო ისე ვყვები ხოლმე გეკონება ის არის. ზაფსიუჟეტიანი ფილმი, მაგრამ რეალურად არის რა რავი შევიდა კლასში, ხედავს რომ ეს ორი ბალღი ერთმანეთში ჩაფრთული არის, მინიმუმ უნდა იცოდეს რა უნდა ქნას. კაი, დაიშალეთ გეყოთი არ უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ იქ მოდი ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. მშობლები ამბობენ რომ ღირსი არის რომ ეგრე მოიქცა და კაია რომ ესე ხისტად მიაჯოჯო ხეთეს რომ მე ჯერ აღარ იზავს. აბა ბოდიში მოვუხადოთ ახლა ერთმანეთს ესე მე ჯერ შევთანხმდეთ რომ მე ჯერ აღარ კლასელები ხართ და ჩხუბი არ შეიძლება. მშობელი ხო როგორი გულგახეთქილი მოდის რომ არ იქ რაღაცა მოხდა. და არსებობენ მშობლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ სკოლასთან. ძალიან ადვილია რომ შიშისგან ჩაიკეტოს. იმბავს ყველაზე მეტად სჭირდები. შენ და მშობელი ვერ დაალაგეთ ამას უეჭველი უფრო დიდი რესურსი ჭირდება. უბრალოდ ჩვენ ზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ყველა ვარიანტში.